მოგესალმებით ილობერიშვილის ღამის შოუ და გაცნობებთ რომ ხვალ 14 დეკემბერია, რაც იმას ნიშნავს რომ ცუდი ჰაბიტუსის კოცები აირჩევენ კარგი ჰაბიტუსის მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად. რომელიც ინაუგურაციის დროს კონსტიტუციაზე დაიგინებს რომ არ დაემსგავსება წინაურ პრეზიდენტს. აი ესეთი ორიგინალური ინაუგურაცია გვექნება. მოკლედ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ტრუკი ჩაგვიტარა და მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. აჰა თუ არ ფასდება შენი ნიჭის ქვეყანაში. ყაველაშვილმა მეგობრებო პარლამენტში იმდენი იჩხუბა და იმდენი იგინა რომ კი გამოკრა ხელი ამ პრეზიდენტობას. ანუ ბევრი რამე კი არ გჭირდება. კარგად გულიანად შეიგინე და მორჩა. ისე კარგი არჩევანია ბატონო ბიძინა. აი ნახეთ, ვისაც წიგნი ქონა წაკითხული იმ პრეზიდენტმა აშკარად არ გაამართლა. და იქნება და ყაველაშვილმა მაინც გვიშველოს. მე მგონი სწორი არჩევანია. რაღაცა მხრივ არც ყაველაშვილია მთლად გაუნათლებელი რა. სხვათა შორის მაგის ბილდ სიტყვაობის 8 ტომეული 22 ქვეყანაში ითარგმნა უკვე. ბესტსელერებია. დინარაძემ ყაველაშვილი არის ეროვნული ადამიანი და მისი მოქმედება ეროვნულ ინტერესებს მაქსიმალურად მორგებულიაო. აბარა იაივო მამუ ასე კი არ იგინება. ამის დედას აი ესე იგინება, გესმით? ქართულად და ეროვნულად ხა. აი ესე რო გაგაჟრიელებს კაცტანში და ცრემსაცველი შეიკავა. აი ეგეთი პრეზიდენტი ყავს ახლა. ჩემო ყაվել, აი ნახე რა არის, მე მესმის შენი, მესმის. აი სადაც არ მესმის არის ეს. კაი ბიჭო. ბიძინა მოხუცდა, კაი, ასაკშია და დაგასახელა პრეზიდენტობის კანდიდატად, მაგრამ შენ რატო დათმობდი? შენ რატო? რად გინდა? თავრობა ამბობს რომ აქციის მონაწილეები ნაცები არიანო. ხო და აი კოცებს მინდა მივმართო, კაცო. ცოტა ტვინი ხო უნდა დაატანოთ რას ამბობთ. ამდენი ხალხი თუ ნაცია, მაშინ ხო მართლა ვერ მოგიგიეთ ეს არჩევნები და რად გინდათ ეგეთი განცხადებები არ გინდა. ამ დაძაბულ ფონზე დინარაძემ ძალიან ინერვიულა როგორც ჩანს და განუხტვის მიზნით გააკეთა სწორი განცხადება. გადაწყვიტეთ რომ სიგარეტზე გაძვირდეს აქციზი 20 თეთრით და აიქოსზე 15 თეთრით. ეგრე რა შეკაიკაცო, всё? მოგვარდა ყველაფერი, დავიშალეთ ახლა რაღაც გავართ ამ სიცივეში. წავედით სახლებში. გავიტანეთ ჩვენი. ისე ჯიგარია სხვათა შორის მდინარეზე, აი დაუკვირდით ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს ის. ნუ უფრო სწორად როგორ გიხართ, აბალანსებს ჩვენ ჯანმრთელობას. იცი რა, რომ ნახეთ, აქციებზე ხო გვირტყავენ დაუნდობლად, მაგრამ სიგარეტს აღარ გვაწევინებენ. აჯობია ესეთ ურთიერთობას. ერთადერთი რამ რაც ამ ყველაფერში მომწონს, აი ყველაზე მეტად რაც მომწონს და რატომაც ღირდა ალბათ ეს ყველაფერი არის ის რომ გამოჩნდა რომ ძალიან მაგარი ქრისტიანები ვართ და ეკლესიურად ცხოვრობთ. იმიტომ რომ აბა დაფიქრდით ახლა აი ამ ძიმე მარხვის დროს რომ ხარება გირტყავს. არ არის მადლი. ამაში მადლი არ არის. საპატრიარქოდანაც დაურეკეს თურმე ბიზნესს, კაცო, ასეთი სისასტიკი არ შეიძლება, კაცო, ხალხის მიმართ. სახარება მაინც არ გაქვს საკითხულიო და ბიზნესმა, არ ვიცოდი ხარება თუ მწერალიც იყო. საცხოვრებთ. მომიტინგეებმა რომ მაშხალები ესროლეს სპეცრას, ბიზნესს გაღვიძებია შეშფოთებულს, კაცო, ეს რამდენი ხანი მიძინია, ახალი წელია უკვე. მოქმედმა პრეზიდენტმა კი დააჯილდოვა აქციებზე დღე და ღამე მყოფით ან დაზარალებული კრიტიკული მედიის ჟურნალისტები და ოპერატორები. ნუ ამაზე ინერვიულეს როგორც ჩანს თავრობის პროპაგანდისტმა ჟურნალისტებმა, მაგრამ მათ შეხვდა მამუკა მდინარაძე და შეპირდა რომ მათთვის რუსეთიდან შემოიტანს უაქციზო სიგარეტს და 20 თეთრიანი გაძვირება მათ არ შეეხებათ. მამუკა დიოტო შენ, როგორ იცის ხოლმე სიურპრიზები და გაკვირვებები როგორ უყვარს ხოლმე. დიოტი. სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა პარიზში, სადაც ტრამპს და მაკრონს შეხვდა და ნუ ამაზე კობახიძემ კი არ შეხვდა, შემთხვევით დერეფანში გადაეყარაო. და რა ვიცი ხა ჩემო პრემიერო. იცი რაც გეტყვი, ჯობია დერეფანში გადაგეყარო სოფლიოს ლიდერები და დაგელაპარაკონ, ვიდრე შესახვედრად და ჩახვიდე და ხელი არ ჩამოგართვან. რა ვიცი, აღარაფერს გამოვრიცხავ რა. სადაც ეხა პირველი არაკონსტიტუციური საპარლამენტო სხდომის დროს ლადო კახაძემ ივანიშვილის ხელი ჩაიხუტა და მოეალერსა. ნახოთ ფოტო. სხვათა შორის თურმე იმ დღეს სახლში მისვლა დააგვიანდა ბიზნესს. კაცო, კახაძის მოშორება არ არის მაუ მარტივი ამბავი. სოლოლაკის აღმართამდე ქონდა თურმე ეს ხელი ჩაყუტებული და ბოლოს რაღაცნაირად აი მოსახლეში გაეშვა ესე რა.
სიყვარულო ძალა შენსა. მაკრონმა დაურეკა ბიზინას და ბიზინამ j'ai trop de larmes Macron რაღაცა და კაი დამტამჯავ ხა შენი ფრანგულით უზმახარ ვილაპარაკოთ ქართულად. ისე წესით ბიზინას კაი ფრანგული აქცენტი უნდა ქონდეს. Autre de mais c'est trop du temps. Je le penserai du pas. მაკრონმა მოთხოვა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ბიზინას უთხოვს იცი რას გეტყვიო, გამათავისუფლებ მე პუტინისგან და გავათავისუფლებ მეცო. აი ეგეთი რაღაცა. ბოლოს მაკრონმა უთხრა ბატონო ბიზინა რომ გესაუბრებით ჩემი ხმა რაღაცნაირად მიბრუნდება და რა ხდება ეს ტელეფონს რამე ხო არ ჭირსო და ბიზინამ ლილუაშვილო დააკიდე ბიჭო ყურმდი და იცოდე შინაური და გარეულიო. რა არის ეს ყველას მოსმენა მართლა. მოკლედ მეგობრებო მე მინდა რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მღვიდობა. ну აბა ეხა ყველა სხვა სიტყვა, რა ვიცი, აი მშვიდობა, ოცნება, იმედი, კეთილდღეობა, ღირსება, სიმართლე, სინდისი, ნამუსი, ისე გააბანძა ამ მთავრობამ ახალი სიტყვის გამოგონება დამჭირდა და ვიძახი. მე მინდა ჩემ ქვეყანაში იყოს მღვიდობა. მღვიდობა. Macron, მღვიდობა.